ხოლო როგორ განტვირთოთ კისრის მალები? ამ ვიდეოში გასწავლით როგორ მოახდინოთ ცერვიკალური ნაწილის დეკომპრესია სახლში, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, მარტივად და ეფექტურად. გაითვალისწინეთ, ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა ყველა უნდა იცნობდეს ამ ვარჯიშებს, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვს დისკის თიაქარი ან ართროზი ცერვიკალურ ნაწილში. და რაც თავარია ნახავთ, რომ ამ ვარჯიშების შესასრულებლად არ არის საჭირო იყო გამხდარი, ახალგაზრდა ან კონდეს დიდი მოქნილობა, რათა კისრის მდგომარეობა გაიუმჯობესო. ეს ბიკი გიჟია და ჩვენ დავიწყებ რამდენიმე ვარჯიშის ერთში გაერთიანებით. ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია გავათავისუფლოთ ზურგის სვეტი, შევქნათ სივრცე დისკებისთვის და სახსრებისთვის, თუ გვერდით მსდებარე კუნთებს, ეკონს და ნეკნებს არ ავამუშავებთ. ეს დაძაბულობაა, რომელიც კისერს აწვება, ზურგის სვეტს აწვება და თავს წინ კაჩავს. ამიტომ ვარჯიში, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, ამ დაძაბულობებს ქვემოდან ზემოთ მოხსნის და ამავდროულად ზურგის სვეტს გაათავისუფლებს. დაჯდებით სკამზე ისე, რომ ზურგის სვეტი მთლიანად იყოს მიხრდნობილი, ქვემოდან ზემოთ. შემდეგი ნაბიჯია თითების ერთმანეთში გადახლართვა და კისრის უკან გადატარება. ყურადღება მიაქციეთ, ბევრს ვხედავ, ვინც ხელებს თავის უკან ატარებს. ეს კისრის უკან უნდა იყოს. შემდეგი ნაბიჯი, იდაყოები წინ წაიღეთ. სასურველია, რომ ნიკაპის ქვემოდან გაატაროთ. შეხება აუცილებელი არ არის. იდაყვების დატოვება საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ იგრძნო, როგორ ეხება ხელები კისერს. ამ პოზიციაში, როცა ხერხემალი მყარად არის, უკან დაწვევით იდაყვებს ჭერისკენ მიუთითებთ. მინდა რომ იგრძნო გაწელვის შეგრძნება, ის სასიამოვნო გაჭიმულობა. ეს ტკივილი არ არის. ამ პოზიციაში, როცა ხელები კისერს ეხუტება, ეს უკვე ხერხემალს განტვირთავს. და ღოინ დაძაბულობაზე ვიმუშაოთ, ამოსუნთქვისას. კარდად უნდა გააკეთო. წავედით. Quando a gente solta o peito dela, შეიძლება e a gente está alongando aquela tensão. ესე. დავჩეთ აქ 30 წამით, ნელა და კარგად ამოვისუნთქოთ. არიჩქარა. 30 წამის შემდეგ ნელა დაბრუნდი. მოდუნდი და ოდნავ იმოძრავე, რომ იგრძნო მოდუნება. იგრძნო, რომ კისერი უფრო თავისუფალია. დისკებსა და სახსრებს მეტი ადგილი აქვთ. აი ასე ბევრად უკეთესია. და რომ შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესო, არის ერთი სწრაფი ვარჯიში, რომელიც აუმჯობესებს კისრის პოზას. და როცა კისრის პოზას ვაუმჯობესებთ, თავიდან ვირიდებთ ამ დაძაბულობის დაბრუნებას. მაშ დადექი ფეხზე მოდუნე მხრები. მიაცილე მხრები ყურებიდან, იდაყვები გაასწორე და ხელებით ლაიქის ნიშანი აჩვენე. ნელა, ისე რომ მხრები არ აგიწიოს, დიდი თითები უკან მიმართე იქამდე, სადამდე შეძლებ. აქ მთავარი იდეაა, რომ ზურგს უკან ბეჭები ერთმანეთს მივახლოვ. ასე შეინარჩუნე ეს პოზიცია, თითქოს იწელები და ეცადე მოდუნდე. არ დააბრუნო ხელები წინ და ეცადე მოდუნდე. გააკეთე ის სუნთქვა, უფრო ნელა, განსაკუთრებული ყურადღებით ამოისუნთქე. ნელ-ნელა ნახავ, რომ პოზიციის შენარჩუნებას ნაკლები ძალის ხმევა სჭირდება. შეგიძლია უფრო მსუბუქად ისუნთქო, თითქმის ისეა, თითქოს სხეული ამ პოზიციას ეჩვევა. დარჩი აქ 30 წამით და როცა ბრუნდები, უკვე გრძნობ, რომ ხარი უკეთესად ზის, კისერი უფრო მსუბუქია და ბევრად უფრო ელეგანტურად გამოიყურები. ასე კიდევ უფრო უკეთესია. ამ თანმიმდევრობას დღეში მინიმუმ ერთხელ დააკეთე. მაგრამ შეგიძლია ყოველთვის გააკეთო, როცა დაგჭირდება. რადგან, როგორც ნახე, ეს ამსუბუქებს ტკივილს და ამშვიდებს ამ დაძაბულობას კისერში. შემდეგი ნაბიჯია, გავაძლიეროთ ის კუნთები, რომლებიც კისრის არეს ქსელივით უჭერენ მხარს. აქ ვაჩვენებ, როგორ დაიწყოთ ეს გამაგრება სახლში. უბრალოდ დააწყაპუნეთ აქ ეკრანზე და თქვენთვის, ვინც აქამდე უყურეთ, ერთი საჩუქარიც მაქვს. აქ არის ვიდეო მთელი ამ თანმიმდევრობით მონტაჟის გარეშე, რომ ჩართოთ და ჩვენთან ერთად გააკეთოთ მთელი თანმიმდევრობა. თუ ამ ვიდეოში დაგეხმარე, მადლობის ნიშნად გაუზიარე ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც სჭირდება. ხოლოდ ამას გთხოვ. აქ ვამთავრებ. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე და